მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ რედერი დელივერი და ჩემი მთავარი მიზანია განახოთ თბილისი ისე როგორც მე ვხედავ. დღევანდელი ვიდეოს მიზანი არის 10 შეკვეთა რაც შეიძლება მალე და ინტერესი 10 შეკვეთაში რა თანხას გამოვიმუშავებ Bolt-ის აპლიკაციით. მადლობა ჩემო გამომწერებო, მეც ასევე მოხარული ვარ რომ გაგიხარდათ ჩემი დაბრუნება და ნუ შევეცდები შეძლების დაგვარად არ მოგაკლოთ სახალისო და საინტერესო ვიდეოები. რადგან საღამო საათებია და შეკვეთები ასე თუ ისე ხან ბევრია და ხან ცოტა, მინდა გამოვცადო როგორი იქნება ღამით მუშაობა. უბრალოდ მხოლოდ 10 შეკვეთის დატოვება იქნება მიზნად. ამასთან ერთად ცოტა ხალისი მინდოდა რომ შემომეტანა ქალაქში თუ არა პირადად ჩემ თავთან მაინც და შევეცადე რომ ჩემი მოპედი გამეფორმებინა საახალწლო განათებებით, რაც სავარაუდოდ ცოტა სახალისოა. ნუ ხალხს და ბავშვებს ასე თუ ისე მოსწონთ. და ასევე მეც ბედნიერი ვარ, როცა ბავშვების მომღიმარ სახეებს ხედავ ქუჩაში ჩემი დანახვის დროს. მოკლედ, ვისაც არ ყავართ გამოწერილი, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ეხლა არის 7 საათი, ჩავრთავ პროგრამას და შევუდგები მუშაობას. რაღაც ბონუსის საათები ჩართულია. მაგრამ სიმართლე გითხრათ არ ვიცი ესა ბონუსის სისტემა როგორ მოქმედებს და ტარიფები რამდენად რეალურად შეესაბამება ამ მონაცემებს. კარგით, დაველოდოთ შეკვეთას. რავი, არ ვიცი რამდენად ნორმალური ტარიფია, მაგრამ ავიღოთ. რადგან მოპირდაპირ მხარეს არის შეკვეთა და 5 წუთია დამზადების დრო. უკაცრავად. გამარჯობა. კი. პირველი ვერა. ესა. ანტოვა. დამატებით არ დამიმატა არაფერი. ელთათვანებიც გავიკეთოთ. რადგან ყინავს. დიდად ვერ მithობს ხელებს, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. უკვე თამამა ჩემი წლია ვიარო იმ სიჩქარით, რის საშუალებასაც მოპედი მომცემს და გზა. Last Christmas I gave you my heart. სტარტი საკმაოდ კარგი აქვს. ფასინოსაც სანამ ჩაუტარებდი სერვისს, მანამდე კარგი სტარტი ქონდა. მერე რომ გამოვცვალე რემენი და როლიკები, სტარტი დაკარგა, მაგრამ გაწევა მოემატა და შედარებით ჩქარა დადიოდა ვიდრე თავიდან. ნუ ესეც ეგრე იქნება სავარაუდოდ, მაგრამ ჯერ 18-20,000 წინ არის. მადლობა. არაზის ხევი. აქ რა ხდება? ეხა მაგრად მეზარება. პორტიულებზე ძრომიალი და აქ კიდე ადგილს არ ტოვებენ. არა და შუაში ბასლაინია იდეაში. წინ რაღაც ხდება. გამარჯობა. შეკვეთა მოვიტანე, ბოლოში ვარ კარგით. გამარჯობა. გემრიელად მისვით. არაფრის კარგად.
ახლა მივდივარ მეორე შეკვეთაზე და მზად არის. საღამოს საათებში რუსთაველი თავისუფლებაზე ძალიან საცობებია. ხალხი ალბათ ნაძვის ხესთან მიდის და განათებულიცაა ქუჩა. ამ ადგილზეც ყურადღებით ვიყოთ, რადგან სულ ხალხი გადადის ფეხით, აი დიდები, პატარები, ბავშვები, ქალები, რასაც არავინ არ აქცევს ყურადღებას. ეგრე არ შეიძლება. არ ვიცი რამდენად გამოჩნდება კადრში, მაგრამ აქ არის ჩვენი ნაძვისხე. ვა, შემწვარი ბარაბულიკა. მადლობა ძალიან დიდი. ვა. კი, ბარაბულკა არის შემწვარი. ხო. მადლობა. ძალიან სასიამოვნო გარემოა. აუ, სავარაუდოდ აქაც გავიჭედები. სადიდ ბარაბულკა მიმაქ რა იყოთ. კაი ვქენი რომ ესე წამოვედი, იმიტომ რომ თავისუფლებისკენ რომ მომებრუნებინა, მაინც მანქანები აი ძალიან ნელა მოძრაობენ და გავიჭედებოდი. ესეც საახალწლო მოედანი. კი არ ყოფილვარ ისე. მაგრამ გავიგე რომ ფასები ძალიან გაბერილია ყველაფერზე. აი ესენი ვინ გააკეთა ესე რა. მე მინდა ნინო ჟვანიას 8. მეორე სადარბაზო. სავარაუდოდ ეს პირველია და მეორე აქ არის. გამარჯობა კურიერი ვარ. არა პლიზ. კი. შეჩეულია. ვერ მოხსენი ჰაერში. მეგონა შეკვეთა აყირავდა და გულმა დამარყა ტელეფონს ვინჩივის. გამარჯობა. გემრიელად მირთვით. მადლობა. გაიხარეთ ასევე კარგად. ეს მაინც იხსნება და მე ფსივა და ძალიან გაბერილი ვარ. ამასობაში 45 წუთია რაც გამოსული ვარ. 2 შეკვეთა 15 ლარად. ავიღოთ 11 წუთს წერს და მე მაქვს ისევ რუსთაველს. მოდი აქ დავაყენებ რა, რომ მე წრეები არ ვარტყა. ერთშენია აქ იყოს. 7 წუთია წერია აღებას. არ ვიცი. დაიგვიანებს თუ არა. სავარაუდოდ დროულად იქნება. ადრე აქ ვიყავი და ველოდე მე მგონი. დროში რაც წერია ჩაეტევა თუ? ხო. კი ბატონო. აქ ვიქნები და ნუ სანამ ველოდები. ჩაგერთვებით ისევ მადლობა ჩემ გამომწერებს და არ დაგავიწყდეთ, ვისაც არ ყავართ გამოწერილი ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. სულ რაღაცა 1 წუთის ამბავია. მადლობა ასევე დონაციებისთვის. ნამდვილად არ მეკონა რომ ესე მიაქცევდა ყურადღებას ხალხი და მადლობა ამ ყველა მოტივაციისთვის. მე კიდე შევეცდები რომ უფრო მეტი მოტივაციით და ხალისით ჩავწერო ამ ყინვაში რა თქმა უნდა. ისევ მომიწევს ახლა ცოტა ხნით კამერის გამორთვა რომ შევაერთო დასატენად. არ ვიცი რამდენად დაიტენება, მანამდე რამდენ შეკვეთას მოვასწრება აუცილებლად გეტყვით, სად ვიქნები, რა ლოკაციაზე. ახლა ვიმყოფები რუსთაველზე და ტოვებ ახლოში. ესეც ამასობაში დამზადდა და დავტოვებ, იმედი არ გაიხილა. ჩაო. ეხლა დავტოვე კიდევ ერთი შეკვეთა ისნის ტერიტორიაზე რა და ცოტა გაურკვევლობაში მოვყევი, იმიტომ რომ არ ვიცი, ეხლა ინდოელების სასტუმროში ვარ და რეცეპშენში რო ვიკითხე, გამიშვა ოთახში, სადაც ქალი და
ბავშვები დამხვდნენ და თანხა იყო გადასახდები. ნამქავა დავრეკა თავის კვარს მოკლედ და ვერ მივხვდი რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ფული გადამიხადეს, მე შეყვეთა დაუტოვე და ჩამოვედი. და ვიღაცა კიდე სხვა ინდოელი ბავშვი მომადგა, ალბათ თავისი შეკვეთა ეგონა რომ მე მივიტანე თუ რაღაცა. და ამ დროს კურიერიც მოვიდა. ეს რეცეპშენშიც თანამშრომელი გაგიჟებული იყო 21 ლარი თუ რაღაცაო ყველა ოთახშიო და ვინ რა გამოიძახა არ ვიციო და ეხა იმედია საპორტი მე არ შემიქმნის რაღაცა პრობლემას და ეხა უდად დავატყრე აქე და სხვა გზა არ არის. მე არაფერს უაში ვარ. ცოტა არ იყოს მომში და ნაღდადან მინდა გავჩერდე ჭამის გამო. შეკვეთა შემომივიდა და მიმაქ ნახავა უკახ. რაღაცა მივიდა დაო. Hello, what? Did you deliver the package at the red release? Okay. აუ, ვერ გავიგე ჩვენ. No, I need to get one packet food order. Did you deliver? Yeah. Okay. Thank you. Reception, I will check with the reception. Thank you so much. No. Listen. They paid you the money? Yeah. Your order was a cash, yeah? Okay. Understand. Okay. You are all one family? Me, one family, yeah. Okay. Good. Okay, thank you. Goodbye. Yeah, goodbye. ჩემი ინგლისურით გავაგებინე რაღაც. მაგისას ვაინც არ ჯობდა მაგიზე. ესეთი მუშაობა ჩემთვის ნამდვილად არ არის. აჰა, აქაც მოდენი მიწე. ჯერ კიდე არ გამოსულა შეკვეთა და ველოდები. გამარჯობა. იქ მომიწია ვოდინი ცოტა და შემიძლია ვიცი. მადლობა. კარგად. ასევე მადლობა. რავიდა. ეხლა ველოდები შეკვეთას და რა მგონია რამე ნორმალური შემოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად წავიდა მუშაობის საათები. თან დავიღალე ისედაც გვიან გამოვედი და თან ცივა. ამიტომ მისონია გავთიშო და ამ 5 შეკვეთით შემოვიფარგლო 2 საათში და 10 წუთში დავტოვე 5 შეკვეთა და ამ 5 შეკვეთიდან თანხა გამოვიდა 37 და 68. არც მეტი, არც ნაკლები. ნუ ეს რა თქმა უნდა ცოტა არის, იმიტომ რომ ღამეა, ყინვები არის, წესით ბონუსები უნდა იყოს ჩართული და არ უნდა იყოს საათში 20 ლარზე ნაკლები მინიმუმ. რაც შეეხება ლოდინებს, ყველა ობიექტზე თითქმის ლოდინი მიწევს, ასე რომ Bolt-ის აპლიკაციას პირადად მე ვერ გავუგებ. სამწუხაროდ ჩაფვავ და დღევანდელი მისია. 10 შეკვეთაც კი ვერ დავტოვე, რაღაცა ისე თუდა წავიდა დღე. თქვენ კიდევ მადლობა ჩემო მაყურებლებო. მადლობა ასევე დონაციისთვის. შეგახსენებთ, ვისაც გექნებათ სურვილი, დონაციის ლინკი აქ წერაში იქნება. ნუ ერთ სიტყვით მომავალ შეხვედრამდე. დროებით.